როდესაც ჩვენ გირჩები რაღაცას ვიძახით, შეფასებას ვაკეთებთ მაგალითად. სიტყვის თავისუფლებას არ უნდა ვეხებოდეთ. ადამიანებს ეს სიტყვები რო ესმით, გონიათ რომ ჩვენ ვიძახით რომ უნდა მოსული იყოს ყველაფრის თქმა ერთმანეთისთვის რაც გვინდა და ეგ კარგია. მესმის რომ ის განათლება გაქვთ გამოვლილი, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც აზროვნებას არ გვაჩვევს და შეიძლება 1000 სისულელიც გჯეროდეთ. აი თუ ოდნავ მაინც გაწუხებთ ხოლმე რაღაც თემაზე ფიქრით. ძილის წინ მაინც რამეზე გეფიქრებათ რა. ესე იგი კიდე გაქვთ შანსი რომ რაღაცეებს მიხვდეთ. მთავრობამ გადაწყვიტა შემოიღოს კანონი, რითაც მთავრობის წევრებს თუ რამეს ცუდს ეტყვი, პოლიციელი მოვა და შეიძლება ციხეს ჩაგსვას. ჩვენ გამოსახედან ეს ყოველად მიუღებელია. სანდრომას დაწერა გუშინ სტატუსი. გინება შეიძლება ეთიკურად მიუღებელი იყოს, მაგრამ ის ასევე სიტყვის თავისუფლების ნაწილია და არ შეიძლება გინების გამო ადამიანი კანონით ისჯებოდეს. თუ მხოლოდ იმის ლაპარაკია დაშვებული რაც ხელისუფლებას მოსწონს, ამას ცენზურა ქვია. ცენზურის მხარდაჭერა სირცხვილია. საქართველოში კი სადაც კომუნიზმი გვაქვს გამოვლილი, ცენზურის მოწონება ორმაგად სირცხვილია. კიდევ უფრო ჩავშლი რა, იმიტომ რომ რაღაცები შეიძლება ადამიანისთვის, რომელსაც ამაზე არ უფიქრია, გაუგებარი იყოს. სინამდვილეში თავისუფლებები, რაც ადამიანებს გვაქვს, უმეტესად გულისხმობს სახელმწიფოსგან თავისუფლებას. როდესაც მე ვიძახი სიტყვის თავისუფლებას, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მეზობლისთვის რისი თქმაც მინდა ის შემეძლოს მეზობლურ პონჩში და ერთმანეთისთვის ნებისმიერ რამის თქმა იყოს მოსული. არა, სხვა რამეს ნიშნავს. სიტყვის თავისუფლება ნიშნავს, რომ მთავრობა პოლიციელის ძალით არ მოდიოდეს და რამეს არ მიკრძალავდეს ან მავალდებულებდეს. ისე როგორც გაგიგიათ ალბათ რწმენის თავისუფლება, ხო, ადამიანს აქვს საშუალება და უნდა ქონდეს საშუალება, რისიც უნდა იმის წამდეს. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არ ჩაერიოსო ჩემი რწმენის საკითხშიო. თორემ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ მოდი ყველამ ერთმანეთს ის დაუძახოთ, რაც გვინდა. უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ მთავრობა არ ჩაერიოს. ხოლო ადამიანურ დონეზე, ურთიერთობის დონეზე, რა თქმა უნდა, გინება კარგი არ არის, არც წევლაც არ არის კარგი და ცუდი სიტყვების ერთმანეთისთვის თქვა, მაგრამ ასეთი ურთიერთობა, მათ შორის ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვიღაც არ მოგეწონება შეაგინებს, შეგაგინებს, შეიძლება ერთმანეთს მუშტებით გაუსწორდეთ, მაგრამ ეს ის თემაა, რომელშიც ქართველ კაცს პოლიციის დახმარება არასდროს დაჭირვებია. სანდროს კომენტარების ქვეშ ვიღაცები ალბათ ქოცევის ხარდამჭერები შემოსულები არიან და აი ახლა სიტყვის თავისუფლება თუ აი ხარ რომ გაგინო მოგეწონება, თუ აი რაღაცებს წერენ. ხო და აი მაგას ვინც წერს არის უბრალოდ გაუნათლებელი სულელი, იმიტომ რომ ორი ღერი არ უფიქრია იმაზე სინამდვილეში რა დაწერა სანდრომ და ზოგადად რა არის სიტყვის თავისუფლება. ის ხალხს მინდა მივიმართო, ალბათ ვინც გვიყურებს შეიძლება იქედანაც ვიღაც ფიქრობდეს, რომ როგორ კაცო ცუდი სიტყვების თქმა არ უნდა აუკრძალოთ. ცუდი სიტყვების თქმა აუკრძალოთ ერთმანეთთან ურთიერთობით და ერთმანეთის პატივისცემით და ერთმანეთის ისე მოქცევით, რომ ჩვენ მიმართ ცუდი სიტყვის თქმა არავის არ უნდადეს. მაგის იქით მამის დაზღვევა არ არსებობს ცუდი სიტყვის თქმის. ფიზიკურად არ არსებობს. ხოლო პოლიციელის გამოძახება იმ საქმეში, რაშიც არ ვიცი, აი მართლა რომ გავაჩერო ეს ხალხი და ვკითხო რა, ვინც ახლა აქ წერს, რომ აი ახლა რომ შეგაგინო მოგეწონება, ანუ თუ პოლიცია არ უნდა გამეწონოს. აი თქვენ რო ვინმე ცუდი სიტყვა გითხრათ, პოლიციელს დაუძახებთ თუ თქვენ თონი მოქმედებთ? მე მგონია თქვენ თონი მოქმედებთ, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ბუნებრივად ადამიანურია, ქართული წესია, რომ რავი, შენ ღირსებას, რავი, შენვე უნდა დაიცო. და არა ის რომ პოლიციელს გამოუძახო და ციხეს ჩაასვენო ადამიანი, რომლის ნათქვამიც არ მოგეწონა. ეს ხო არ იქცევით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხო და აი რატო მოსულა რომ მთავრობის წევრისთვის ცუდი რამის თქმის გამო ციხეში უშევდეთ ადამიანს. თან ის კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შემოიღო და რომელთაც ადამიანების ციხეში დაჭერა შესაძლებელი თუ მთავრობაზე ცუდ რამეს იტყვი, ვრცელდება მარტო მთავრობაზე. ანუ თქვენ რო ვინმე შეგაგინოთ ქუჩაში, ну რა ვიცი, მაგაზე არ გავრცელდება. მაქსიმუმ რაღაცა პოლიციას თუ დაუძახებთ მაგის გამო შეიძლება ან გაგაშველონ, ან რაღაც გაგარიდონ ერთმანეთს. ხო და ეს კანონი რითაც ახლა ადამიანებს ციხეს ჩასმა უნდათ და იბარებენ Facebook-ზე პოსტის გამო, ისე ქუჩაში ნათქვამი სიტყვის გამო, ეგ ეხება მარტო მთავრობას. ხო და აი როგორ რანაირი გაღუნული ტვინი უნდა გქონდეს ადამიანს, ქართულ კაცს, რომ ჩათვალო რომ აი მთავრობას რო ცუდ რამეს ეტყვი, ამისთვის პოლიციელი უნდა მოდიოდეს და ციხეში გსვამდეს. ეს სინამდვილეში რეალური ადამიანებიც არ მგონია ეს ხალხი, ვინც მაგას წერს, რომ აი როგორ კაცო გინებისთვის, როგორ არ უნდა იყოს რამე სასჯელი.
ფეიკი პროფილები მგონია, ბოტები მგონია, რომელიც თავრობამ შემოიყვანა იმისთვის, რომ რაღაცა თავისი პოზიცია დაიცვას. თან ფარისეულობა და არალოგიკურობა რაშია. იგივე ხალხი გეტყვის, რომ თავრობასო, კაცო, რო ეტყვი, რომ რა ვიცი, ვინმეს თუ შევაგინებ, იმანს რა თვითონ იმოქმედოს, შემაგინოს იქით, რაღაცა ხელი გაანძრიოს. თავრობასო, კაცო, მაგაზე პასუხად აქვს, თავრობასო, თავრობის წევრებსო, საჯარო პირებსო, თმენის ვალდებულება აქვს და მაგას მაგიტო ვერ იზავენ. ბიჭო, თუ თმენის ვალდებულება აქვს და მაგის გჯერა, რომ თმენის ვალდებულება აქვს. მე არ ჯერა, რომ მე თმენის ვალდებულება აქვს. ქუჩაში რამე რომ მითხრა, მოვალ ვეცები გავარკვიო, რატომ მითხარი და თუ არასწორად მითხარი, ცხვირბირ დაგინაყო. მაგრამ შეხოთვლი, რომ თმენის ვალდებულება აქვს რაღაცა საჯარო პირს და თმენის იმას რა ქვია, თავრობის წევრს. თუ თმენის ვალდებულება აქვს, მოითმინოს. თმენის ვალდებულება მაგას არ ნიშნავს, ეგ სიტყვა თვითონ, რომ თმენის ვალდებულება. რომ ვიღაცა რაღაცას თუ გეტყვის საჯარო პირი თუ ხარ რაღაცა, შენ არაფერი არ უნდა გააკეთო. რაც ჩემი აზრით სისულელე. მოითმინოს, თუ მისთვის არასასიამოვნო ნათქვამ სიტყვაზე პოლიციელს ეძახის, ეგ თმენის ვალდებულება აღარ არის. ეგ პირიქით ეგ არის ყველაზე უფრო მეტად არათმენის ვალდებულება, ყველაზე უფრო მეტად დასჯა. ადამიანი ციხეში უშვებ იმის გამო, რომ რაღაცა ცუდი გითხრა, რომელსაც რომ ისულიყავი და დალაპარაკებოდი და გეკითხა რომ ამიხსენი რატო ეს თქვია, შეიძლება ისე დამდგარიყო, რომ ბოდიში მოეხადა. და ხო რა შევცდიო, რა ადამიანები არ ვწდებით? ბოდიში ჩაოლებრივი ამბავია, რომ პირიქით დასაფასებელია, რომ ადამიანმა რაღაც გაიაზრა, მეტი ინფორმაცია გაიგო და რავი ბოდიში მოიხადა. რა მოხდა მე მაგაში? ცუდი არაფერი არ არის, ხო? სინამდვილეში ვინც ახლა გამოხვალთ და ქართულ ოცნებს ხარდასაჭერად იტყვით, რომ როგორ კაცო იმას თმენის ვალდებულება აქვს და სხვა რაკნას პოლიციელს უნდა დაუძახოს, ხართ ჩვეულებრივი ფარისეულები. მამაო მაინც არ ყავთ, მიდდა კითხეთ ფარისეულობა რანაირი ცოდვაა და შეიძლება თუ არა ზოგადად. რაღაც ერთის მიმართებით რო ერთ შეხედულება გაქვთ, მეორის მიმართებით მეორე შეხედულება. სიტყვებს რო პატივს არცემ და ხან ეს ამ მნიშვნელობით იყენებ, ხან იმ მნიშვნელობით იყენებ. არც წესიერი ქრისტიანი ხარ, არც წესიერი ქართველი ხარ, არც წესიერი კაცი ხარ. აი რაღაც უბრალოდ უფორმა მასა ხარ რა. ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის მარტო თავრობასთან მიმართებით, თავრობისგან თავისუფლებას ნიშნავს რა, თავრობისგან. სიტყვის თავისუფლება, ისე როგორც სხვა თავისუფლება ნიშნავს თავრობისგან თავისუფლებას. ეს ამ თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის დაწესება პოლიციელის ხელით, რაც მე მომწონს იმას იტყვი, რაც მე არ მომწონს იმას არ იტყვი, სინამდვილეში არის ყველაზე არაამერიკული საქციელი. და რა შუაში ხა ამერიკა ვიღაცა იტყვის, რომ ჩვენ აქ რა, ჩვენ გავარკვევთ. არა. ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის ფაქტორი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ რაც საქართველოში ხდება, მარტო საქართველოს კუნძული ხო არ ვართ უკიდაგან ოკეანეში. რაღაცა საერთაშორისო ამბავიც მოყვება და საერთაშორისო პალაჟენიან გინდა ჭალებში რო ვთქვათ. როგორია? დღეს საერთაშორისო ამბავი სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებაში არის მკვეთრად გადახრილი იმისკენ, რაც მე წეღან თქვი, რომ სიტყვის თავისუფლება ნიშნავს თავრობისგან თავისუფლებას და არა ერთმანეთისგან და კარგი კი არ არის ერთმანეთის ლანძღვა, არამედ ცუდია, მაგრამ ერთმანეთში უნდა გავერკვიოთ ადამიანები და პოლიციელი იარაღიანი კაცი არ უნდა ჩავრიოთ და მთავრობა არ უნდა ჩავრიოთ. ხო და აი სიტყვის თავისუფლების ამბავი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომლის გარშემოც გაყოფილია შეხედულებები ამერიკასა და ევროპას შორის. ამერიკაში სიტყვის თავისუფლების მხრივ გასაგებია რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ მაგ მხრივაც ძალიან დაცულია სიტყვის თავისუფლება იქ, მაგრამ სიტუაცია ბევრად უარესდებოდა მაგ მხრივ და ვიღაცისთვის რომ იგემართა აი რაღაცა სხვა გენდერის დამახასიათებელი სიტყვით, ხო? მაგაზე ადამიანებს აკენსელებდნენ და აკროვდნენ საჯარო სივრციდან და ამერიკაზე არ გამიგია რომ მაგის გამო ვინმე ციხეს ჩაესვათ. შეიძლება მომხდარა ეგეთიც. მაგრამ აი ევროპაში, სადაც კიდევ უარესი იყო სიტუაცია, მაგალითად ბრიტანეთში რაღაც რო დაწერო ტვიტერზე, რომელიც ვიღაცას არ მოეწონება, რამე ეთნიკურ ჯგუფზე რამე თქვა, ან რამე გენდერულ ჯგუფზე, ან რაღაცა ქალებზე, ტრანსებზე რამე რო თქვა, შეიძლება პოლიცია მოვიდეს, დაგიბარონ, დაკითხონ და მომხდარა რომ პირობითები მიუწიათ და რაღაც. ხო და მას მერეც ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, მათ რაღაც საკითხებში დაიჭირეს ღირებულებითი ესეთი იდეოლოგიური პოზიცია. და თქვენს რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ მოსულა. მთავრობის მხრიდან პოლიციელის ძალით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ მოსულა. ადამიანები ერთმანეთში რას ერთმანეთს სიტყვის გაარკვიეთ ერთმანეთში და პოლიტიკოსმაც ინდივიდუალურ დონეზე უნდა გაარკვიოს იქ რაღაცა ვიღაცა რამის თუ ეტყვის და თუ ამის გამო ჩათვალა რომ რამე იმოქმედოს.
ხო და ეს რო არ მოსულა ამერიკელებისთვის, ეს გახდა სერიოზული დაპირისპირების საგანი ევროპელებთან. მაგალითად, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი რო ჩავიდა მიუნხენში, იქ ევროპელი პოლიტიკოსები რო ატირა, თავარი რაზეც აქცენტი გააკეთა, რომ თქვენო ღირებულება გამოგეცალათო, აი სიტყვის თავისუფლება რაზეც დგასო წესიერი საზოგადოება, რომ მთავრობა არ ერევა ადამიანების ნათქვამში, დაწერილში, გაფიქრებულში, გადაღებულში, დახატულში, აი მაშინ რო არ ერევა, ეგ არისო დასავლური სწორი ცივილიზაციური ნაწილის აუცილებელი შემადგენელი ელემენტიო და თქვენ აქ რა გაქვთ მოწყობილიო. რუსებს დაემგვანეთო ისეთი ცენზურა გაქვთო და რაღაც ბრიტანელებს და გერმანელებს და ვიღაცებს მაგარი მიასხა. და სწორი იყო მაგაში აბსოლუტურად. ხო და ამ დაპირისპირებაში რაც მსოფლიოში მიდის დასავლურ ცივილიზაციაში რაც მიდის, როგორ უნდა შევხედოთ და მოვეპყრათ სიტყვის თავისუფლებას. კოცებმა რაღაც თემებში ცადეს ამერიკელების მსგავსი პოზიციის დაჭერა. აი ძალიან უყვართ იმედზე თუ გადართავ, არის იმაზე საუბარი, ეხლა აღარა, მაგრამ აი რაღაცა ტრამპმა რომ მოიგო იმ პერიოდში იყო საუბარი იმაზე, რომ აი ჩვენ რო ვიძახდით რაღაცებს, ადრე ტრამპი ეხა იგივეს იმეორებს და რაღაცებს იძახდნენ რა. სხვადასხვა თემებს. ხო და ეს არის საკითხი, რომელშიც კოცები არიან ამერიკული ახლანდელი ადმინისტრაციის აი პირდაპირ მტრები. იმიტომ რომ თუ რამეზე გააკრიტიკეს ამერიკელებმა ევროპელები იყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მთავრობის მხრიდან. და კოცები დღეს იქცევენ როგორც ყველაზე ცუდი ევროპელები, აი ყველაზე ცუდი პრაქტიკა რო გადმოიღო ევროპელების მხრიდან, თუ რა მთავრობა პოლიცია რომ მოდის და Facebook-ზე რაღაც რო დაწერე, მაგის გამო რომ განყოფილებაში გიბარებენ, აი მაგას იქცევა. თან ამას იქცევა ისე კი არა რომ ვიღაცების დაჩაგრულების დაცვის მოტივით, რაც შეიძლება კიდე რაღაცნაირად ვიღაცის თავში გამართლდეს, რომ აი რაღაცა ხა ვიღაცებს ცუდ სიტყვებს ეძახიან იქ რაღაც შავკანიანებს ან იმიგრანტებს ან რაღაცებს და როგორ შეიძლება ადამიანს ცუდი სიტყვა დაუძახო მარტო იმიტომ რომ რაღაც ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი და თვითონ არ აურჩევია ის თავისი კანის ფერი თუ თვალის ფერი თუ რაღაცა აი მაგათ დასაცავად კი არ იყენებენ კოცები ამ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ საკუთარი წევრების, თავრობის წევრების დასაცავად იყენებენ ძვირფასო მაყურებელო. რაც არის ამ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ალბათ ყველაზე ცუდი ფორმა, რომ აი მარტო თავისიანების დასაცავად იყენებენ ამას. მე რა თქმა უნდა შევეწინააღმდეგებოდი, რომ სიტყვის თავისუფლება შეზღუდულიყო ნებისმიერ სხვა ნიშნისთაც, ანუ ევროპელების და ამერიკელების დაპირისპირებაში, მე ამერიკელების მხარეს ვარ და მგონია რომ თქვენც ყოველდღიურ ცხოვრებაში ამერიკელების მხარეს ხართ და უნდა იყოთ, იმიტომ რომ სწორი ეგ არის. ხო და კოცები არიან ევროპელებზე უფრო ყველაზე ცუდი ევროპელებზე უფრო ცუდი ევროპელები ამ საკითხში, ასე რომ არ შეიძლება არანაირად არ შეიძლება მთავრობას დღეს მხარი დაუჭირო იმაში, რომ მათზე ნათქვამი ცუდის გამო პოლიცია რო გვიბარებს და შეიძლება ციხეს ჩავსვან, ცოტა ხნით თუნდაც, მაგრამ ცოტა ხნით ციხეს ჩასმა. აი მაგაში არ შეიძლება ქართულ ოცნებას მხარი დაუჭიროთ, რაც არ უნდა ქართული ოცნების გულმხურვალი მხარდაჭერი იყოთ. არ შეიძლება, ადამიანურად არ შეიძლება და ვერ ახსნით მაგ თქვენ პოზიციას ვერსად. ვერც ქუჩაში, ვერც სუფრასთან, ვერც ოჯახში ვერ ახსნით რა. პოლიციელის ხელით ჩარევა საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ შენზე ძალადობენ ან ციხეს ჩასმის შიშით, ან ფიზიკურად ძალადობენ იმის გამო, რაზეც მთავრობა არ უნდა ერეოდეს. ზოგადად ერთ რამეს ვარ დააკვირვებული რა, როდესაც ჩვენ გირჩები რაღაცას ვიძახით, შეფასებას ვაკეთებთ მაგალითად. სიტყვის თავისუფლებას არ უნდა ვეხებოდეთ. ადამიანებს ეს სიტყვები რო ესმით, გონიათ რომ ჩვენ ვიძახით რომ უნდა მოსული იყოს ყველაფრის თქმა ერთმანეთისთვის რაც გვინდა და ეგ კარგია. ხო და აი მესმის რომ ის განათლება გაქვთ გამოვლილი, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც აზროვნებას არ გვაჩვევს და შეიძლება 1000 სისულელიც გჯეროდეთ. ჩვენ ნათქვამს შეხედეთ ხოლმე ესე. ჩვენ როდესაც ვიძახით რომ სიტყვის თავისუფლებას არის შეუზღუდავი, ეს ნიშნავს რომ მთავრობის დონეზე იურიდიულ დონეზე ვიძახით ამას და არა ადამიანურ ინდივიდუალურ დონეზე, რომელიც არის რაღაცა ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობის სფერო.